თავის დროს არაჩვეულებრივი მონადირე იყო. ერთი ისტორია გადახდა თავს და მოგიყვებით როგორც მახსოვს. ზაფხულის ერთხელ დღეს მან ნადირობა გადაწყვიტა. იმ წლებში ის საუკეთესო ფორმაში იყო. ახლო-მახლო ადგილები ნაცნობი იყო და იქ ბევრი ნადირობდა. ამიტომ შორს გადაწყვიტა წასვლა მთისკენ, სადაც ხალხი არ დადიოდა. გზაზე ბევრი დამტვრეული ხე და ტოტი შეხვდა. მიაგნო ბეჭდს და ნაკვალებს. თავიდან გაუხარდა, ეგონა რომ დათვის კვალს წააწყდა, მაგრამ ეს არ იყო არც დათვის და არც ადამიანის კვალი. ადამიანს სამზომის ფეხი არ აქვს, დათვისას კი საერთოდ არ გავდა. უკვე ბნელდებოდა და სასწრაფოდ ღამის გასათევი ადგილი უნდა ეპოვა. წაქცეულ ხეს მიაგნო, რომელიც საიმედოდ იცავდა ადგილს წვიმისა და გარისაგან. შეშა და